გამარჯობა თქვენ უყურებთ ამერიკის ხმას და ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან მე იანა ერმოშვილი ვარ. ეს საკმაოდ უჩვეულოდ მიმყავს გადაცემა გერთობით პირდაპირ ეთერში და ჩემს უკან თეთრი სახლია რომლისთვისაც ბრძოლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს ორ კანდიდატს შორის ესენი არიან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამ ეტაპისთვის მონაცემები ალბათ უკვე იცის ჩვენმა მაყურებელმა რომ იმისათვის რომ კანდიდატი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდეს მან უნდა დააგროვოს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა საარჩევნო კოლეგიაში მთლიანად 538 წევრი, ანუ მათი უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. ამ ეტაპისთვის ჯო ბაიდენს აქვს გადასტურებულად ვიცით მედია საშუალებებზე დაყრდნობით რომ ჯო ბაიდენს აქვს 253 ხმა, პრეზიდენტ ტრამპს კი 213. იმისათვის რომ ჯო ბაიდენმა 270 ხმას მიაღწიოს, მას სჭირდება ერთ-ერთი შტატის მოგება, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს ხმების დათვლა და ეს 5-ია ასეთი შტატი. პრეზიდენტ ტრამპს კი სჭირდება 2 ან 2-ზე მეტი შტატის მოგება, გააჩნია გამომდინარე იქიდან თუ რამდენი ხმა აქვს თითოეულ შტატს. და ხმების დათვლა ამჟამად მიმდინარეობს ნევადაში, არიზონაში, პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო პროცესს და როგორ მიმდინარეობს ხმების დათვლა, საკმაოდ დაძაბული იყო მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, ხოლო დღეს უკვე შაბათია და დღემდე არ ვიცით ვინ არის საბოლოო გამარჯვებული. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ხმები ბოლომდე იქნება დათვლილი, გვეცოდინება ის თუ რომელმა კანდიდატმა მიაღწია 270 კოლეგიის 270 ხმას, მაგრამ მოსალოდნელია ის რომ ამ დროის განმავლობაში მოხდეს ინციდენტები ისეთივე როგორც მოხდა მაგალითად არიზონაში ცოტა ხნის წინ, ასევე იყო დაპირისპირებები პენსილვანიაში, იყო რამდენიმე შემთხვევა სადაც შეიარაღებული ადამიანები მივიდნენ საარჩევნო უბნებთან იქ სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობდა. ეს არჩევნები ძალიან გამორჩეულია სხვა არჩევნებისგან, გამომდინარე იქიდან რომ პირველ რიგში არის პანდემია, მეორე კი ხმების მიცემის აქტივობით, ამომრჩეველთა აქტივობით დაახლოებით 100 მილიონმა ამერიკელმა საკუთარი ხმა ფოსტით დააფიქსირა და ის ხმები, რომლებიც ახლა ამ 5 შტატში ითვლება, სწორედ ის ხმებია, რომლებიც ფოსტით იქნა გაგზავნილი. პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ ის მხოლოდ ასე დათვლილ ხმებს მარტივად არ მიიღებს და ის აუცილებლად თავდაპირველად ის ითხოვდა, რომ შეჩერებული ხმების დათვლა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სასამართლოებში შეიტანა საქმეები და მან აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს იმას, რომ საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოსაც გადაეცეს. მან გუშინას არ მიუმართავს ხალხისთვის, თუმცა გამოაქვეყნა ტვიტი, სადაც ამბობდა, რომ ჯო ბაიდენმა არ უნდა იჩქაროს და საკუთარი გამარჯვება არ უნდა გამოაცხადოს. ციტყვით გამოვიდა და ხალხს მიმართა ჯო ბაიდენმა და ახლა შემოგთავაზებთ აი ორივე ადამიანის რა თქვეს კანდიდატებმა ამ ეტაპისთვის. ჯო ბაიდენმა არასწორად არ უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტის ოფისი თავისად. ამის გაკეთება მეც შემიძლია. ლეგალური პროცესები ახლა იწყება. ხმების დათვლა მიმდინარეობს და ჩვენ დონალდ ტრამპს დაახლოებით 4 მილიონი ხმით უსწრებთ. ერთი რამ, რაც ძალიან მეამაყება ის არის, რომ მთელს ამერიკაში კარგი მონაცემები გვაქვს და პირველი დემოკრატები ვიქნებით, რომლებიც არიზონაში ბოლო 24 წელიწადში და ჯორჯიაში ბოლო 28 წელიწადში გაიმარჯვებენ. პენსილვანია, მიჩიგანი, ვისკონსინი, ამერიკის გულში დემოკრატიული პარტია დავაბრუნეთ. ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა. 74 მილიონმა ამერიკელმა ჩვენ მოგცა ხმა. ვიდრე ხმის დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ უსაქმოდ არ ვზივართ და პროცესს ვიწყებთ. ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინება, დაველოდოთ პროცესის დამთავრებას და დავთვალოთ ყველა ხმა. შეერთებულ შტატებში, როგორც უკვე აღნიშნეთ, დაახლოებით 100 მილიონმა ადამიანმა ხმა ფოსტით დააფიქსირა. ამ 100 მილიონში ასევე შედის ის ადამიანები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ, მაგალითად, შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურე პირები, ან დიპლომატები, ან სხვა ამერიკელები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
ზოგიერთ შტატს აქვს კანონი, რომლის თანახმადაც 3 ნოემბრამდე მისული ხმების დათვლა შეიძლება გაგრძელდეს იმდენი ხანი, რამდენიც ამას დასჭირდება. მაგალითად, პენსილვანია არის ასეთი შტატი და პენსილვანიაში სავარაუდოდ ყველაზე ბოლოს გვეწოდინება თუ ვინ გაიმარჯვა, თუ ვინ დააგროვა ყველაზე მეტი ხმა. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა რამდენიმე შტატში მოხდეს ხმების გადათვლა, ჯორჯიის შტატმა მაგალითად უკვე გამოაცხადა, რომ აუცილებლად იქნება ჯორჯიაში ხმების გადათვლა და ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, გადაითვლება თუ არა ხმები, ისტორიულად როგორც წესი ხმების გადათვლა დიდად განსხვავებულ შედეგს არდებს. ამასთან ერთად ხმების გადათვლა ხდება იმ შემთხვევაში, როცა კანდიდატებს შორის ხმების რაოდენობაში განსხვავება მხოლოდ 1%-ია. ამ ეტაპზე ზოგიერთ შტატში 1%-ზე ნაკლებია კანდიდატებს შორის განსხვავება, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მაგალითად 8000-ია ხმების განსხვავება და ამერიკული მასშტაბებით ეს საკმაოდ დაბალი მონაცემია. გთავაზობთ ახლა ექსპერტების შეფასებას. On partisan and ideological lines. დაყოფილი ვართ პარტიულად და იდეოლოგიურად. ბევრ საკითხზე გვაქვს საპირისპირო მოსაზრება, სოციალურზე, ეკონომიკურზე, პანდემიის მართვაზეც კი. Either candidate is free to ask for a recount when the margin is less than 1%. ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია ხმის გადათვლა მოითხოვოს, თუ განსხვავება 1%-ზე ნაკლებია. ისტორიულად განსხვავება გადათვლისას თითქმის არ ფიქსირდება და არ მგონია მან სასურველი შედეგი მიიღოს. ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცით, რომელ შტატში და რამდენ საარჩევნო უბანზე მოხდება ამ ხმების გადათვლა. უნდა დაველოდოთ 5 შტატის მონაცემებს, საიდანაც მონაცემები ჯერ არ შემოსულა. დღეისათვის არსებული ინფორმაციით მხოლოდ ჯორჯიაში მოხდება ხმების გადათვლა, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში შეერთებულ შტატებში სამშაბათიდან დღემდე შეერთებულ შტატებში სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობდა, კანდიდატები გამოდიოდნენ სიტყვით და მიმართავდნენ ხალხს. ახლა გთავაზობთ ჩემი კოლეგა ქართულ შარაშენი შეაფასებს იმას, თუ როგორი იყო საარჩევნო კვირა ვაშინგტონში. ამერიკა და სრულიად მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენას ელოდება. პანდემიით განპირობებული რიგი ფაქტორების გამო, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმების დათვლის პროცესი იმაზე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. საარჩევნო უბნების დახურვიდან და ხმების დათვლის პროცესის დაწყებიდან მალევე, არჩევნების ღამეს პრეზიდენტმა ტრამპმა პირველივე განცხადებაში თქვა, რომ მოგების აღსანიშნად საზეიმოდ ემზადებოდა. ოპონენტები კი არჩევნების მოპარვას ცდილობდნენ. We were getting ready to win this election. ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნების მოსაგებად. სიმართლე გითხრათ, ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ. გვინდა რომ კანონი აღსრულდეს. ამიტომ უზენაეს სასამართლოში წავალთ. მილიონობით ადამიანმა მოგცა ხმა. დაღონებული ხალხი ცდილობს ამ ადამიანებს ხმის უფლება წაართვას. ჩვენ ამას არ დაუშვებთ. იქამდე ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი არჩევნებში საკუთარ გამარჯვებაზე ისაუბრებდა, მტკიცებულებების გარეშე კი განაცხადებდა, რომ არჩევნები ყალბდება და მის მოპარვას ცდილობენ. საკუთარ მხარდამჭერებს პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა მიმართა. Good evening. Your patience is commendable. ვიცოდით, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ნაადრევი და პოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო ხმების დათვლას მეტი დრო დასჭირდებოდა. უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე თითოეული ხმა არ დაითვლება. ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენა არც ჩემი, არც დონალდ ტრამპის საქმე არა. ამ გადაწყვეტილებას ამერიკელი ხალხი იღებს, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. შეინარჩუნეთ რწმენა, ჩვენ მოვიგებთ. ხმების დათვლის პროცესი უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. რუკაზე კი ბიულეტენების დათვლის სიჩქარის პროპორციულად ელექტორთა ხმების ნელი ცვლა ნებისყოფის ნამდვილ გამოცდად იქცა. პრეზიდენტი ტრამპი ტვიტების სერიაში საუბრობს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესში არსებულ დარღვევებზე. მან ზოგიერთ შტატში ხმების დათვლის პროცესის შეჩერებაც კი მოითხოვა. პრეზიდენტს ბრალდებები არ დაუსაბუთებია.
თუ კანონიერ ხმებს დაითვლით, იოლად მოვიგებ. თუ არალეგალურ ხმებს დაითვლით, ისინი არჩევნების მოპარვას შეძლებენ. არჩევნების დღიდან დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა რიგ შტატებში სამართლებრივი დავა დაიწყეს, ან სარჩელების მომავალში შეტანის შესახებ აკეთებენ განცხადებებს. სარჩელები კი ეხება როგორც კენჭისყრის, ასევე ხმების დათვლის პროცესს. ამ დროის მონაცემებით არც ერთ მოსამართლეს წინასწარი განჩინება არ მიუღია. ჯორჯიაში, მიჩიგანსა და მინესოტაში სასამართლომ ზოგიერთი სარჩელი არ განიხილა. პარასკევს ჯორჯიის შტატის მდივანმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ კანდიდატებს თითქმის თანაბარი ხმების რაოდენობა აქვთ მიღებული, ბიულეტინები ახლიდან დაითვლება. არჩევნების გაყალბების მცდელობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ხაზს უსვამს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია. ანგარიში წერია, რომ ოფიციალური პირებისგან მსგავსი უსაფუძვლო განცხადებები დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის. უსაფუძვლო ბრალდებები სისტემური ხარვეზების შესახებ განსაკუთრებით მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან, მათ შორის უშუალოდ არჩევნების დღეს, ზიანს აყენებს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას, აცხადებს ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მაიკლ გეორგ ლინკი. 5 ნოემბერს თეთრსახში პრეზიდენტმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოპონენტები არჩევნების გაყალბებას ცდილობენ და შედეგებთან დაკავშირებით დავა შესაძლოა უზენაეს სასამართლოში წარიმართოს. ამერიკამ არჩევანი უკვე გააკეთა, გამარჯვებული კი ხმების სრულად დათვლის შემდეგ გამოვლინდება. ნებისმიერ შემთხვევაში ოვალურ კაბინეტს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შეინარჩუნებს, თუ მას დემოკრატი პრეზიდენტი დაიკავებს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ამერიკის საპრეზიდენტო ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მანამდე კი ნებისყოფის გამოცდა გრძელდება. ქართულ შარაშენიძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ნებისყოფის გამოცდა გრძელდება არა მხოლოდ პრეზიდენტის გასაგებად, ვინ გახდება შეერთებული შტატების მომდევნო პრეზიდენტი, არამედ იმის გასაგებადაც, თუ როგორ დაკომპლექტდება შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო. მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებში ყოველ 2 წელში ერთხელ იმართება არჩევნები. იმ არჩევნებს, როცა პრეზიდენტს ირჩევს ქვეყანა, ქვია საყოველთაო არჩევნები, ხოლო იმ არჩევნებს, რომლის დროსაც მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს უყრისკენს, ქვია შუალედური არჩევნები. წელს ჩატარებული არჩევნები იყო, რა თქმა უნდა, საყოველთაო და ამერიკელები აირჩევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 1/3-ს დაახლოებით. ეს ამ შემთხვევაში იყო 35 სენატორი. მოგეხსენებათ, საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტისთვის. თუ პრეზიდენტს აქვს კონგრესის მხარდაჭერა ორივე პალატაში, მას უფრო ადვილად შეუძლია საკუთარი ხედვის განხორციელება და საკუთარი პოლიტიკის გატარება. ამ ეტაპისთვის ვიცით ის, რომ წარმომადგენელთა პალატაში, სადაც აქამდეც დემოკრატებს ჰქონდათ უპირატესობა და უმრავლესობა, დემოკრატები კვლავ შეინარჩუნებენ უმრავლესობას. თუმცა მათ რამდენიმე ადგილი დაკარგეს და ეს ადგილები რესპუბლიკელებმა მოიპოვეს და ოდნავ დაწინაურდნენ პალატაში. სენატს რაც შეეხება, სენატში აქამდე რესპუბლიკელებს ჰქონდათ უმრავლესობა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით სავარაუდოდ 40 დაახლოებით იგივე რაოდენობის ხმები აქვთ დაგროვებული სენატში, თუმცა ჯორჯიაში იანვარში გახდება ცნობილი ის, თუ კონკრეტულად რომელი პარტია მოიპოვებს აი ამ 50-ზე მეტ ხმას. მოგეხსენებათ, სენატში 100 სენატორია და იმისთვის, რომ უმრავლესობა ჰქონდეს რომელიმე პარტიას, საჭიროა მინიმუმ 51 ხმა. ასე რომ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ, როგორ გადაწყდება ჯორჯიაში სენატის არჩევნების შედეგები. მანამდე კი როგორია დღეს არსებული მდგომარეობა. ჩემი კოლეგა გია მელიქიშვილი ისაუბრებს ამაზე. შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ მიმდინარე საარჩევნო პროცესი არა მხოლოდ ამერიკელების, არამედ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშიცაა. მსგავსი საარჩევნო აქტიურობა შეერთებული შტატების ისტორიაში დღემდე არ ყოფილა. და შესაძლოა ქვეყანა სამოქალაქო ომის შემდეგ ასე დაყოფილიც არასდროს ყოფილა. პრეზიდენტ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადა უკვე მის დაწყებამდე წინააღმდეგობით და მწვავე დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც დღემდე არ შერბილებულა. თეთრსახში დონალდ ტრამპის შეცვლამ ძირეული ცვლილებები დაიწყო როგორც საშინაო პოლიტიკის და ეკონომიკის, ასევე მთლიანად მსოფლიო წესრიგის მიმართულებით. რა შეიცვლება თუ ამ არჩევნებში ხმების დათვლის შემდეგ თეთრსახს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის გარედან მოსული დონალდ ტრამპის შემდეგ მისი მეტოქე დაიკავებს, რომელიც 47 წელია პოლიტიკაშია და 8 წლის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა.
თეთრი სახლის დაკავების შემთხვევაში შეძლებს თუ არა ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის შეტრიალებას და დაპირებისამებრ გადასახადების მნიშვნელოვნად გაზრდას, ეგრეთ წოდებული ახალი მწვანე შეთანხმების გაცოცხლებას და საგარეო ურთიერთობებში კი ძველი სტატუს-კვოს დაბრუნებას. საყურადღებოა, რომ დღეს ამერიკა პრეზიდენტთან ერთად წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრებსაც ირჩევს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფინანსური ბაზრების აქტიურობის გათვალისწინებით აშკარაა. ბიზნეს საზოგადოებამ უკვე იგრძნო, რომ დემოკრატების მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული ლურჯი ტალღა ხელისუფლების ყველა შტოში, კერძოდ კი წარმომადგენელთა პალატაში და სენატში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ სურვილად დარჩა. რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციური ბაიდენის თეთრი სახლი რადიკალური ცვლილებების გატარებას ვერ შეძლებს. შეერთებული შტატების ხელისუფლების სტრუქტურა თავისი ბუნებით მის შემადგენელ შტოებს შორის ბალანსს უზრუნველყოფს და ქვეყანას მნიშვნელოვანი რყევებისგან იცავს. როგორც ამ დროისთვის ჩანს, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თუმცა კონგრესში რესპუბლიკელი კანონმდებლების რიცხვი გაიზრდება. ზედა პალატას, სენატს კი ისევ რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. კონგრესის მიერ მიღებული ნებისმიერი კანონპროექტი, მათ შორის გადასახადებთან დაკავშირებული კანონპროექტი, სენატმა უნდა დაამტკიცოს, სანამ ის პრეზიდენტს გადაეცემა ხელმოსაწერად და საბოლოოდ კანონად იქცევა. ბოლო დროს ყველაზე ფართოდ გახმაურებული შემთხვევა, როდესაც კონგრესის დემოკრატების მიერ ერთპარტიულად მიღებული გადაწყვეტილება სენატმა არ დაამტკიცა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი იყო. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ჯერ კიდევ არ დამდგარა. ციფრები საათობრივად იცვლება და ამას უკვე დაემატა სასამართლოს არჩევნები, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამერიკული არჩევნების ისტორიაში ამის ბოლო მაგალითი 2000 წლის 7 ნოემბრის არჩევნებში იყო, როდესაც საბოლოო შედეგი უზენაესმა სასამართლომ დაადგინა და თავდაპირველად გამოცხადებული ალ გორის ნაცვლად პრეზიდენტი უმცროსი ჯორჯ ბუში გახდა. 2000 წელს ეს შემთხვევა ალ გორსა და ჯორჯ ბუშ უმცროს შორის დაახლოებით 36 დღე გაგრძელდა. 36 დღის განმავლობაში ამერიკამ არ იცოდა, ვინ იქნებოდა ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტი. არ ვიცით ამ შემთხვევაში რა დრო დასჭირდება სასამართლოების მიერ სხვადასხვა სარჩელის განხილვას, თუმცა ერთი რამ რაც ზუსტად ვიცით არის ის, რაც კონსტიტუციაში წერია. კონსტიტუცია ამბობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს 20 იანვარს, ანუ 20 იანვრამდე ყველა სახის დავა უნდა გადაწყდეს და კონსტიტუცია ასევე საუბრობს იმაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ 20 იანვრამდე ვერ მოხერხდა კანდიდატის გამოკვეთვა. თუმცა ამ სცენარებზე სასაუბრო დრო ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუ შეიცვალა მდგომარეობა და გავარკვიეთ ის, რომ გვჭირდება სხვადასხვა სცენარზე საუბარი, მომდევნო გადაცემებში ვისაუბრებთ ამაზე. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამერიკის ხმის გადაცემა ხედვა ვაშინგტონიდან. მე ია მეორმეშველი ვარ და აი თეთრი სახლიდან დღეს შემოგთავაზეთ უახლესი ინფორმაციები იმაზე, თუ რა ხდება შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში.